მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში გვექნება ორი კონკურენტის ჯახი, Toyota Camry და Honda Accord. Green light, let's get it. I'm the future, I'm in it. Check score, I'm winning. Green light, let's get it. I just win, 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 win. I'm on 10, 10, 10, 10, 10. Who said I wasn't him? Who said it? All this talk about who's on top and who's not. Miss me with the gossip. მოგესალმებით უფროსო მაყურებლებო რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. დღეს გვექნება ორი ავტომობილის ჯახი. შევადარებთ ერთმანეთს კომფორტით, მონაცემებით, მართვით, დრაგით და ყველა ერთად ვნახავთ და გავიგებთ რომელი ჯობია და გაიცემა იმ კითხვის პასუხი Honda Accord თუ Toyota Camry. წინა ვიდეოში ჩვენ გქონდა ამის წინათაობა განხილული, ძალიან მაინტერესებდა მე-11 თაობას და ვიშოვეთ საბედნიეროდ და ძალიან დიდი მადლობა მინდა აქედანვე გადაუხადო ორივე ავტომობილის მფლობელს იმისათვის რომ დაგვიწმეს დღევანდელი დღე. წინა ვიდეოში ძალიან დიდი ვნებათა ხელა გამოიწვია იმ აზრმა, რა ჯობდა Toyota Camry თუ Honda Accord და თითქმის შუაზე გაიყო მაყურებელთა აზრი. კომენტარებში ვინც წერდნენ, ერთი ნაწილი ფიქრობდა, თან ორივე ძალიან უკიდურესი იყო რა. ერთი ფიქრობდა, რომ Honda Accord ბევრად უფრო მაგარი მანქანა იყო ვიდრე Toyota Camry და მეორე ნაწილი ფიქრობდა, Toyota Camry ახლოსაც ვერ მივიდოდა Honda Accord-თან. ხო და დღევანდელ ვიდეოში მოდი შევადაროთ სალონიც, ვიზუალიც, მართვაც, სისწრაფეც, აჩქარებაც ყველაფერი და გავიგოთ რეალურად რომელი უფრო კარგი ავტომობილია. თუ არც ისე ძალიან არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დავიწყოთ მოდი ვიზუალით. ვინედან ეს საკმაოდ განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, მინდა რომ პატარა განხილვა გავაკეთო და შედარება გავაკეთო. ამის ცხვირი გაცილებით უფრო ლამაზია ვიდრე ამისი წინა მოდელის. ამაში ალბათ დამეთანხმებით და ზოგადად ვფიქრობ, რომ მე-11 თაობა არის ძალიან დახვეწილი მოდელი. გვერდიდანაც რომ შეხედავთ, ჩვეულებრივი Audi A7-ია ძალიან გავს, იმდენად არის უკანა ნაწილი დახრილი და აი წინა თაობის მოდელში რომ მქონდა განხილვა ერთმა ჩემმა გამომწერმა ესეთი კომენტარი დაწერა და სრულიად ვეთანხმები, წინა ცხვირი ლამაზი აქვს, მაგრამ უკანა ცხვირი და პახმელიაზე იყო. მისი დიზაინერიო და მართლაც აი რაღაცნაირად თითქოს ვერ პასუხობდა ამ ავტომობილის უკანა მხარე მის წინა ვიზუალს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შესაბამისობაში მოდის ორივე ერთმანეთთან, იმიტომ რომ საერთო ჯამში ძალიან ლამაზი ავტომობილი გამოვიდა. ოდნავ უფრო გრძელი ავტომობილია, იმიტომ რომ განახლებული ჰიბრიდული სისტემა ჩადგეს ამაში და შესაბამისად მოითხოვა ამ ყველაფერმა რომ ცოტათი უფრო გრძელი ყოფილიყო ეს ავტომობილი, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი სხვაობა არ არის, რომელსაც ყოველდღიურობაში შეამჩნევთ და რაიმე დისკომფორტ შეგიქმნით. ეხლა რაც შეეხება Toyota Camry-ს ვიზუალს რო შევატაროთ. ვიყოთ ობიექტურები და მიუხედავად იმისა, რომ მე თითქოს რაღაცნაირად უფრო Honda Accord-ისკენ ვიხრები იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან გაპავსავებული მანქანაა და ამას სათანადოდ არ აფასებენ, მაინც ვიტყვი, რომ კი Toyota Camry-ს ცხვირიც ძალიან ლამაზია და ზოგადად ლამაზი სედანია Camry, კარგი გამოყვანილი ფორმები აქვს, მაგას ნამდვილად ვერ იტყვი, რომ რაღაცაში ვერ გათვალეს, რაღაცაში დაზოგეს, ან ასე შემდეგ, ვიზუალი ნამდვილად ძალიან კარგი აქვს. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეგეც არის, რითუმაც არის ესეთი ძალიან პოპულარული გარდა, იმიტომ რომ გავრცელებული რომ Toyota არის ძალიან გამძლე და კარგად შესანახი ავტომობილი. გადავიდეთ ახლა უკანა მხარეზე, როგორც მოგეხსნა, როგორც გითხარით, წინამორბედს ბევრად ჯობია მეთქი და ალბათ თქვენც ხედავთ, რომ ნამდვილად ჯობია და ხო, თქვენც ხო გაგონებთ Audi A7. აი ეს დახრილი მხარე და აი ეს სპოილერი ფაქტობრივად ერთ-ერთ შორის გადმოტანილი Audi A7-ისგან. Camry-ს უკანა ნაწილზე რომ ვთქვათ და ეხლა მე ვიტყვი ჩემს შეფასებას. ცხვირიდან რომ შევხედოთ Camry ჯობია, მოდი ვაღიაროთ. უფრო ლამაზი ესეთი წინ კუთხეს იკეთებს, რაღაცნაირი უფრო დახვეწილი, ნაკუთებიანი ცხვირი აქვს ვიდრე Honda Accord. Honda Accord-ს უბრალოდ თავის წინამორბედთან შედარებით აქვს ბევრად ლამაზი ვიზუალი, თორემ ცხვირის ნაწილში Camry ჯობია, მაგრამ აი უკანა ნაწილში მე Honda Accord-ს ვამჯობინებდი. უფრო ლამაზი და დახვეწილი. ალბათ ზუსტად მაგიტომ რომ რაღაცნაირად Audi-სკენ მივიდივართ და უფრო სპორტული ვიზუალი აქვს ვიდრე ახლა Camry-ს. თან ისიც მოქმედებს ალბათ რომ Camry-ს ეს უკანა ნაწილი აქვს უკვე ბოლო რამდენი წელი 2017 წლიდან გამოდის ეს თაობა 2023 წლიანი ეს ავტომობილი და ეს ვიზუალი აქვს თითქმის არ იცვლება. და აი Accord-მა რაღაცა განახლება რო გააკეთა, უფრო ესეთი შეგრძნება მოაქვს, რომ უფრო გაალამაზა, უფრო კარგი გახდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იმის უკანა ნაწილი ჯობია, მაგრამ ცხვირი Camry-ს უფრო ლამაზია. ეხლა გადავიდეთ საბარგულზე. თან კარგი რა არის ის შეფასებაში ისიც გვიმარტივებს საკითხს. ამერია, კაი ღია იყოს ისიც მაინც გასაგებია. კაი. ორიოს ელექტრო აქვს. მაგრამ ნახე, ის აიხადა თავისით ავტომატურად ამას მე ხელი უნდა მივაშველო, აი მე.
საკმაოდ ისეთია ჩატია და ესე სწრაფად არ აქნიოს, თორე ხა მეგონა რომ უფრო მძიმე დავიდოდა. ხო, საბარგული აქვს ძალიან დიდი. აი თუ გახსოვთ წინა აკორდს ქონდა ძალიან დიდი საბარგული. ეხა იქაც ჩავიხედებით და ვნახავთ როგორი საბარგულია, ამასაც ძალიან დიდი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდია და ზოგადად იცით ხოლმე, რომ როდესაც ავტომობილი ჰიბრიდია, მისი ელემენტები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს ხოლმე და მე საბარგულის სივრცით არ ვარ ხოლმე განებიურებული, მაგრამ ეხა აქ მაგალითად იმდენად დიდი სივრცეა, რომ აი არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცის ჩალაგება და წაღება შეგიძლიათ, რაც ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც მანქანა არის მაინც ბიზნესის გარდა საოჯახო სედანის და ადამიანს რომ ყავს, თავისუფლად შეუძლია რომ ოჯახშიც საკმაოდ კომფორტულად გამოიყენოს. კაი, და მოიხავ ნახოთ. ვერც წუთი არ მაქვს მოლოდინი მე მეც ნახოთ. არა. ელექტრონულად არ იხურება. ნახოთ ახლა ის უნდა იხურება ელექტრონულად. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად იდენტური საბარგული აქვს. თითქმის იგივეა. საკმაოდ ღრმა არის, შიგნითაც და დაბლითაც. ამაშიც ძალიან ბევრი ბარგის ჩალაგება შეგიძლიათ, ამიტომ ამ ორ ავტომობილს შორის შედარებას თუ გავაკეთებთ საბარგულის სივრცით, ვიტყვით, რომ აბსოლუტურად იდენტური სივრცე აქვს ორივეს და ორივე საკმაოდ კომფორტული იქნება დიდი ოჯახისთვის. აბა ვნახოთ ეს თუ დაიხურება ელექტრონულად. არა. გაღებით იღება, მაგრამ დახურით უკვე თქვენ უნდა მიაშველოთ ხელიო. Okay. ვიზუალში 1+ დავუწერ კიდევ Toyota Camry-ს სახურავის აი ამ გადაწყვეტილებაში. Honda Accord-ს აქვს როგორც მხოლოდ აი ეს ტოპი აქვს შავი, ეს დანარჩენი აი ეს მხარე აქვს თეთრი და სახურავის პატარა ნაწილი გამოდის შავი და დანარჩენი ძირითადად მანქანა არის თეთრი. აქ ეს გადაწყვეტილება რო არის მიღებული, უფრო მეტად ავსებს დიზაინს, უფრო რაღაცნაირ აგრესიულ ვიზუალს და არა მარტო აი ეს ნაწილებიც და ცოტა უფრო მოსპორტულო ტიპია. განსხვავებით Honda Accord-ის. Honda Accord-ი ბევრად უფრო ისეთია. უფრო კლასიკური. ბიზნეს კლასში გადის და ფაქტობრივად პასუხობს მაგას, მაგრამ აი მე მაგალითად ის მირჩევნია ვიზუალში, იმიტომ ნახეთ, აქ ეს შავი ტოპი, შავი სახურავი, ის როგორ გაგვიმართლა. ორივე თეთრი, ორივე შავი თეთრი, შავი სახურავი და უფრო კარგად გვაქვს საშუალება რომ შევადაროთ დიზაინის ელემენტები, იმიტომ რომ იქ რადგან ეგრე არის გადაწყვეტილი, ნუ ყველა Camry-ში ზოგადად ეგრეა. ხო, აქ ვთავრდება ეს შავი ნაწილი და ეს არის მთლიანად თეთრი და რაღაცნაირად ძალიან თეთრი ავტომობილი. არ ვიზახი რომ უშნოა, უბრალოდ ის გადაწყვეტილება იმის დიზაინერმა ბევრად კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ეგეთი დეტალები ჩართო და ის მაგნატებში ბევრად უფრო მომწონს. დასაწყისში აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და მოვიხსენოთ ჩვენი სპონსორები არხის მხარდამჭერები, რომელთა დახმარებაც იქმნება ეს ყველაფერი. ესენი გახლავთ კომპანია Trust Import-ი, ჩვენი გენერალური სპონსორი, კომპანია Soccer Georgia და Little Tree Georgia. ეხლა ნახოთ როგორია უკანა მგზავრის სავარძელი. სივრცე კარგი, წინ ადგილი, თავზე ადგილი. დასაჯდომით საკმაოდ დიდი, სავარძელიც ნორმალური, თუმცა ბიზნეს კლასი და Mercedes კლასი არ არის, მაგრამ კარგია. აქ გვაქვს ბარი, კი ბატონო, ორი ჯიშის ჩასადებით. აქ გვაქვს ორი Type-C დამტენი, ახალი თაობის ავტომობილია მაინც. და всё, სავარძლის გათხოვა გაგრილება უკანა მხარესაც. ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ძირითადად ხომ უფრო წინ ძღოლის და წინამგზავრის სავარძლებზეა ხოლმე ეს ფუნქცია, მაგრამ აქ არის გათხოვა გაგრილება და ძალიან დიდი კომფორტია. არა, კარგია, ყუდროა, ნორმალურია, ყველაფერს კარგად ვხედავ. აქ მე სიამოვნებდა მგზავრობა. ეხლა Camry-ში ჩავждეთ. ეხლა ვნახოთ ამასთან შედარებით ის როგორია და მე გავაკეთოთ არჩევანი რომელი ჯობია. წამოდი. მოვედით Camry-ში. სკამი აქაც ანალოგიურად კარგია. არაფრით არ განსხვავდება, რო ვთქვა ეხლა რომ ის უფრო მაგარია, ის უფრო მაგარია, არა. სივრცეც ანალოგიურად. ნუ ერთად ესენია ცოტა დიდი და იქ უფრო რაღაცა დიდი არეალი მქონდა თვალთახედის როგორც უკანა მგზავრი და ზოგადად ალბათ გსმენიათ რომ უკანა მგზავრი ზოგი ცუდად ხდება თუ ყველაფერს კარგად არ ხედავს და ზოგადად კუპე მანქანებში საერთოდ ვერ ხდებიან ხოლმე უკან. მე მყავს ერთი ეგეთი მგზავრი. აქ ორი ჯიქის ჩასადებია სტანდარტულად როგორც იმ ავტომობილში, მაგრამ განსხვავება არის ის რომ აქ არ არის საიდანაც სითბო და სიგრილი დაგიბერავთ. არც დამტენები არ არის. და არც სავარძლის გათხოვა გაგრილება უკანა მგზავრისთვის. ანუ უკანა მგზავრისთვის ფაქტობრივად კომფორტის თვალსაზრისით არაფერი არ არის. გარდა კარგი სავარძლისა. ანუ ვერც ტელეფონს ვერ დატენის, ვერც გათბება, ვერც გაგრილდება.
ხო და სითბოც იქიდან დაბერილი უნდა მიიღოს და ანალოგიურად სიგრძილეთ. ეს ცოტა არაკომფორტული იქნება მგზავრისთვის. ამ ნაწილში თუ შევადარებთ, აკორდის უკანა სავარძელი ჯობია. კი, კომფორტის თვალსაზრისით. ეხლა გადმოვიდით მძღოლის მხარეს. ეს არის ერთ-ერთი რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ მანქანაში ჩავიხედე პირველი რითიც აღოფრთოვანდი იყო მისი სალონი და მისი ეგრეთ წოდებული ტორპედო. ძალიან ლამაზია. რაღაცნაირი ესეთი სწორი კი არის და ჩემკენ მოტრიალებული არ არის როგორც მძღოლისთვის, მაგრამ იმდენად ლამაზი დიზაინი აქვს გაკეთებული და ისე კარგად არის ჩასმული. დეფლექტორები ნახეთ როგორ არის ინტეგრირებული. აუ რა ლამაზი, ანუ შორიდან რო შეხედავ, საერთოდ ვერ მიხვდები, ეს დეფლექტორები რო არის ხოლმე ცოტა უშნოდ ჩასმული, ერთადერთი Mercedes-ში მომწონს ძალიან ლამაზი დეფლექტორები აქვს Mercedes, აი რო გვინეთ BMW-ში ნიგი ვარ. არა, Mercedes აქვს ზოგი რაღაცა ძალიან მაგარი და ერთ-ერთი დეფლექტორები, აი ულამაზესი დიზაინში და მეორე ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია ამან, ანუ ერთი მთლიანი ცხაურა აქვს ჩასმული, რომელიც დიზაინის ნაწილია. ტორპედოში არ ვიცი ამას ქართულად რა ქვია და ნუ მომთხოვთ ამის ქართულად ცოდნას. აქ არის კიდევ დამატებით და აქ რა თქმა უნდა. არის მთლიანად ამ დიზაინის ქვეშ მოქცეული, ამიტომ საერთოდ ვერ ხვდებით დეფლექტორი სად არის და ეს ძალიან მომეწონა. ახლა თან გავაქტიურებ მანქანას. წინ აქვს ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომელიც საკმაოდ შორს არის. ხო, საკმაოდ შორს არის და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არის ციფრულად გამოტანილი, არაფერზე არ არის მექანიკური და აქვს უზარმაზარი ეკრანი, რომელსაც აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია. გარდა იმისა, რომ რაღაცა Apple CarPlay შეგიძლიათ ჩართოთ და ასე შემდეგ, აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია და ეხლა გაჩვენებთ. Alexa-ც ყოფილა. კაი, არ გვინდა Alexa ცოტა ხანი. გადავიდეთ Home-ში. და აქ არის ნახეთ Google Chrome-ია ინტეგრირებული. ოღონდ ეს არის ჩაწერილი კი არ არის, ავტომატურად არის ეს ყველაფერი. შეგიძლიათ შეხვიდეთ, ინტერნეტი დააკავშიროთ და გახსნათ ნებისმიერი საიტი, რაც გინდათ. აი მაგალითად ახლა მე გავხსნედი YouTube-ს და ჩემს ბოლო ვიდეოს ვუყურავდი, სადაც დრიფტის და ოფროუდის დროს ვცდილობ მაკიაჟს გაკეთო, ძალიან კაი ვიდეო, ვისაც არ გიყურებიათ, აუცილებლად ვუყურეთ ძალიან გაერთობით, იმიტომ რომ მე იქ ვიყავი, მაგრამ რო ვუყურე, მაინც მოკვდის იცილით, იმდენად სასაცილო იყო ის ყველა ეპიზოდი, რაც იქ შეგვემთხვა. ძალიან მაგარი რაღაცა არის. უბრალოდ ერთი უარყოფითი ფუნქცია აქვს, რომ როდესაც მიდიხარ, მაშინ არ მოქმედებსო ეს Chrome, თუ მე პროგრამულად არ გაასწორა ეს ყველაფერი. ნუ ალბათ როგორც ახლა მე ჩაწერენ ხოლმე რაღაცებს, დაახლოებით იგივენაირად უნდა გააკეთოთ. მაგრამ ზოგადად რო არსებობს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სადღაც რომ მიდიხარ და რაღაც ის ყურება გინდა, ხო, არც ისე კარგი გადაწყვეტილება, როდესაც საჭესთან ზიხარ და კიდე რაღაცას უყურებ, მაგრამ ნუ ხო რა მაინც ეკეთებენ ხოლმე რა მნიშვნელობა აქვს ტელეფონში გვაქვს ჩართული და ძალიან მაგარი, როდესაც ამ ხელა ეკრანზე შეგიძლია იგივენაირად გამოიტანო ეს ფუნქცია. აქეთ არის კიდევ ამ ეკრანის გვერდით, ნუ აქ მენიუ არის და აქ არის კიდევ ბატარეის შევსებას გიჩვენებს, ანუ რამდენზე არის ბატარეა შევსებული, კიდევ რამდენი აქვს დარჩენილი ბატარეას, რომ იმითი გატაროს და აქ აქვს ესეთი ღილაკი, რომელსაც შეგიძლია გადაერთო და მთლიანად ელემენტზე გადახვიდე, ანუ მთლიანად ელექტროობაზე იარო და საერთოდ საწვავი აღარ გამოიყენო. და იცით რა ხდება. აი სტარტ-სტოპის ღილაკი აქვს ცოტა ცუდ ადგილას ინტეგრირებული. ჩემი ოპერატორი ჩაჯდა წეღან რაღაც რო აინტერესებდა, საერთოდ ვერ იპოვასად იყო სტარტ-სტოპი და აი აქ უნდა შეძვრე და დააჭირო. ცოტა უფრო თვალსაჩინო ადგილას თუ იქნებოდა, კარგი იქნებოდა. დანარჩენი აი ეს ღილაკები, რაც არის განთავსებული, ან დიზაინი ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს. ეს ბარი რო ერთმანეთზე გადაბმული არის, აქ ორი ჭიქის ჩასადებია, აქ შუაში თუ ჭიქასა და შეგიძლიათ ტელეფონი აქ მოათავსო, ასევე wireless charger-ი აქვს, რომელზეც შეგიძლიათ დადო ტელეფონი და დატენო. ელექტროა სავარძლები, ყველაფერი, მემორია აქვს სავარძლების. რა ვიცი, სიჩქარები ხელზე აქვს. მულტისაჭი, რა თქმა უნდა, აღნიშნოს აღარ ექვემდებარება, ავტომატურად მოიაზრება, რომ მულტისაჭი აქვს და აქ აქვს ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი, პატარა ხელთათმანის უჯრა თუ რა ვიას წედახიან ხოლმე ქართულად, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ბარდაჩოკით მოიხსენიებს, ამიტომ მეც ეგრე გეტყვით ჩვენს ენაზე. თან ისე არის შეშენებული, რომ საერთოდ არ ჩანს და თუ ქვეშ შეიხედე, ვერ მიხვდები, რომ მანდ არის ბარდაჩოკი. ლუკი გვაქვს. წინა ნაწილის ვიზუალით ძალიან მოხიბლული ვარ და ძალიან მომეწონა. Camry-ში ხა დაახლოებით ვიცი რა სამხდება, მაგრამ რა თქმა უნდა იქაც გადავალთ და დავათვალიეროთ, უბრალოდ Camry ვინაიდან ვიცი უკვე როგორი არის, მე აქედან შემიძლია თავმეთ ვთქვა, რომ ეს ბევრად მირჩევნია, უფრო თანამედროვეა, უფრო ადაპტირებული და აი ნაფიქრი რა.
აი ეტყობა რომ რაღაცა ახალი შექმნეს, ახალი თაობა გამოუშვეს და რადიკალურად შეცვალეს როგორც ვიზუალი, ისე სალონი. ძალიან მომწონს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ორი რამ. ერთი ის რომ აქვს ჰედაფი, რაც ძალიან კომფორტულია, რაც ემი მყავს მაგაზე მივხვდი რამდენად კომფორტულად მიდიხარ და სიჩქარებს ყველაფერს აბსოლუტურად წინ ხედავ და მეორე რაც უნდა ვთქვა როგორც ჩანს. მე-11 თაობაში მივხვდნენ რომ სიჩქარების ბერკეტი უფრო მეტად მომგებიანი, უფრო მეტად კომფორტული და საჭიროა. თუ გახსოვთ წინა თაობაში ღილაკებზე იყო R-ში და D-ში და ნეიტრალში ჩაგდება. ეს Hyundai Sonata-ს ჰქონდა ანალოგიური. არ ვიცი ისევ აწარმოებენ თუ არა იგივეს, იმიტომ Hyundai Sonata-სთან შეხება კარგი ხანი აღარ მქონია, მაგრამ როგორც ჩანს მივხვდნენ რომ აი ეს არის უკვდავი, ყველა ავტომობილს უნდა ჰქონდეს სიჩქარების ბერკეტი, shifter, რომელსაც გადართავ, გადმორთავ, იმიტომ რომ ასე მგონია, როგორც აი ადამიანი რაღაცა ინსტინქტებით იბადება, წოვის ინსტინქტი ჭამის და სუნთქვის იგივენაირად არის მანქანის შემთხვევაში, რომ ინსტინქტია რომ რაღაცას უნდა მოკიდო ხელი და ესე უნდა გადართო და არა ღილაკების დაჭერით. ეს ძალიან კაია. ძალიან გამიხარდა ეს რომ დააბრუნეს, იმიტომ რომ ბევრად უფრო კომფორტული და ორგანულია. ძალიან მომეწონა. და სხვა შორის თუ ვინმეს მოგეწონებათ ამ ვიდეოს მე თუ გადაწყვეტ რომ Honda Accord შეიძინოთ, Kia Niros ვიდეოს შემდეგ ერთმა სამმა ადამიანმა მითხრა რომ მაგ მანქანის კიდევ გადავწყვეტო, ხო და თქვენც თუ გადაწყვეტეთ ამ ავტომობილის შეძენა ამ ვიდეოს შემდეგ, იცოდეთ რომ ეს მანქანა იყიდება. საკმაოდ კარგი, მოვლილი, მაღალი კომპლექტაცია, ამიტომ გამზადებულია უკვე და ბევრი ძებნა აღარ დაგჭირდებათ. კაია. თან თუ გაგიჭირდებათ იტაქსავთ ბიზნეს კლასში, კარგ ფულს შოულობთ ზოგადად მაგ კლასში ტაქსაობით 4 კარიანით, უკვე თეთრია, ბასლაინში ივლით და რამდენი ბენეფიტი ქონია. თქვენ ადგილზე უცბად დავფიქრდებოდი. კაი, გადმოვედით ახლა Camry-ში. აი, პირველი დავიწყებ კარგით იმას, რომ მე პირადად Camry-ს სავარძელი ბევრად უფრო მომეწონა. უფრო კარგად არის შემოცმული, ასე ვთქვათ, შენ სტანზე და აი მოსახვევში წესით ამაში უფრო ბევრად კომფორტულად იჯდები. ნუ მაგას გამოცდით ახლა მოსახვევში როგორია ისიც და ესეც. ეხლა ამის სალონს რაც შეეხება. ამის ტორპედოზე რო ვთქვა ეხლა რომ უშნო და ეს რა არის მეთქი, არა ობიექტური ვიქნები. არ არის უშნო ტორპედო, თან ჩემსკენ არის მოტრიალებული, რაღაცნაირად მძღოლზე არის უფრო მორგებული და ცუდი არ არის. უბრალოდ ვიტყვი რომ იმისი ბევრად უფრო მომეწონა, უფრო თანამედროვეა და მაგიტო გავაკეთებდი ალბათ იმაზე არ ჩანს, თორე ესეც არაჩვეულებრივი ტორპედოა. ეს ეკრანი არის Camry-თვის დამახასიათებელი, არ მარტო Camry-თვის, ზოგადად Toyota-თვის დამახასიათებელი. ეს წინა ვიდეოში აკორდის წინა თაობაში ზუსტად ანალოგიური ეკრანი იყო ჩასმული, ესეთი პატარა გარე ღილაკებით და ნუ ხო, ეს არის რა, უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ წლებთან ერთად ახლა ახალი თაობა რო არის გამოსული, სრულიად ახალი Camry, აი მასაც ძალიან დიდი სიამოვნებით გავტესტავდი და ნახავდი როგორი არის და ძველ თაობას შევადარებდი და თუ ვინმეს გყავთ, აქვე გეტყვით, გავამეხმაურეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით გადავიღებთ და ძალიან მადლობელი დაგრჩებოდით. ხო, აი დეფლექტორები. აქაც არის ოღონდ ერთხაზიანი და შიგნით არის მერე ჩაშენებული. სტანდარტული, საკმაოდ ბევრი ღილაკებით, განსხვავებით აკორდისგან, იქ უფრო მეტად ციფრულზე არის გადასული. მაჩვენებელთა დაფა, აქ არის ორ მხარეს მექანიკური და შუაში არის მხოლოდ პატარა ციფრული ეკრანი. ამას არ აქვს მემორი სავარძლების, ასევე მექანიკურია მგზავრის სავარძელი. ელექტრო არის მხოლოდ მძღოლის სავარძელი, ორი ჭიქის ჩასადები აქაც გვაქვს, მოვდები აქაც არის ეკო, ნორმალი და სპორტი, რა თქმა უნდა, სპორტზე რომ გადართავთ, უკვე ხელის სიჩქარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ და 1, 2, 3 ესე გადართოთ თქვენ თვითონ მართოთ სიჩქარე, რაც Toyota Camry-ის შემთხვევაში საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ მე რო ადრე მაქვს გამოცდილი Toyota Camry, აი იქ ამისი გადაცემათა ყოლფი ძალიან მღლიდა ხოლმე. იმიტომ რომ იმდენად გვიან რთავდა სიჩქარეში და იმდენი ხანი ბღუოდა მანქანა რომ ცოტათი შეწუხებული ვიყავი. აქ არ გვაქვს ლუკი, მაგრამ ეს ნუ კომპლექტაციის ამბავია, ეხლა ეგეც ვთქვათ, ობიექტურები რომ ვიყოთ, ლუკით, სავარძლების მემორიც და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მანქანა რა კომპლექტაციაც არის და რაც აქვს ღირებულება, მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად ეპატიება, რომ ესეთი ოფციები არ ჰქონდეს. და აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცოტა არაადეკვატურად და არალოგიურად ძვირი არის Toyota Camry. ჩემი პირადი აზრით. რა თქმა უნდა, ყველას თავის შეხედულება აქვს.
ეხლა ვუყურებ ჩანაწერებს რა ორივე გარბენის და აქედანაც ამჩნეოდა რომ Honda-ს აქვს ძალიან სწრაფი სტარტი, ეგრევე წინაურდება და მიდის სწრაფად, მაგრამ სადღაც შუაში ეწევა Camry და უტოლდებიან ერთმანეთს, მაგრამ აი ფინიშზე აი რაღაცა აი მილიმეტრებით ასწრებს Honda. ესე იგი აქედან შეგვიძლია დავასკვნოთ რომ ჩადგმისას სწრაფი რეაქცია მაგას გამოვწვით ჩვენც რო გავივლით, ჩადგმისას სწრაფი რეაქცია აქვს Honda-ს უფრო ვიდრე Camry-ს, უფრო Camry უფრო მერე კრიფავს ამ იმას, რა ქვია, სიჩქარეს და უტოლდება, მაგრამ ნუ მაინც ორივე გარბენი ეგეთი გქონდა რა, მილიმეტრებში, ახაც მეორეც რო ჩავხდოთ, მილიმეტრებში შეასწრო ფაქტობრივად იმან. რა ქვია Honda. ფაქტობრივად შეგვიძლია აქ თქვათ, რომ სხვაობა არის სტარტში და Honda აკორს აქვს ბევრად უფრო კარგი სტარტი, უფრო სწრაფი მგრძნობელობა აქვს და უფრო სწრაფად რეაგირებს. დავიძრათ ახლა ავტოდრომის გრძელ ტრასაზე და გამოვცადოთ როგორია მართვაში. სტანდარტულ მართვაში მისახურ-მოსახოვებში შეგრძნებები როგორია და ასე შემდეგ. მაგასაც მოგიყვებით თან ამ ავტომობილის ფუნქციებზე მოგიყვებით. ერთ-ერთი რაც გვითხრა ამ ავტომობილის მფლობელმა რასაც სამწუხაროდ მე მგონი ახლა დიდად ვერ მივხვდებით, იმიტომ რომ ავტოდრომზე არის სამარისებული სიჩუმე, არაფერი არ ხდება. ამ ავტომობილს აქვს გარდა იმისა, რომ დაიხურება რა იზოლაციაც აქვს თვითონ корпуს, ასევე დამატებით ვაკუუმის შეგრძნებას ქმნის, გულისხმობ იმას, რომ აი, ხო იცით ყურსასმენებს რო აქვს ფუნქცია, რომ გადართავ და გარეხმას რომ მთლიანად ახშობ, ხოლო მუსიკა გესმის, დაახლოებით ეგეთი ფუნქცია აქვს ამ ავტომობილსაც, როდესაც დახურავ კარს და დაიძვრები, ირთვება ეს ფუნქცია და გარე ხმაურს კიდევ დამატებით ახშობს. სად მიდიხარ? ისევ საქეიფოთ? აღარ შემიძლია, შეიძლება ყოველ დღე ძმაკაცები, ლუდი, დალევა, ეს ეხლა სამწუხაროდ მაგას მართლა ვერ მივხვდებით, იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგად გამოიცდება ქალაქში და ავტობანზე, სადაც უფრო ისეთი ხმაურიან, როდესაც მაღალი სიჩქარით მიდიხარ. ეხლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, მინდა ვნახო როგორია მისახურ-მოსახოვებში, იმიტომ რომ მე ესე ვიცი, რომ ეს ავტომობილი მოსახოვებში ძალიან კარგად დგას და ამასაც გავიგებთ ახლა. სხვა დანარჩენი შეგვიძლია მაგალითად ვისაუბროთ ამ ავტომობილის წვადი, ოუ, რა კარგად დგას. აი, იქით არის ცოტა უფრო ისეთი მოსახოვები. არა, მართლა ძალიან კაია. დამობა ცოტა სწრაფად წავიდეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ამ ტრასაზე შემოსვლა ჩაფხუტის გარეშე არ შეიძლება. უბრალოდ ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა ხელი მაქვს მოწერილი, რომ მთლიან პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე. აუ, ძალიან ასწორებს. მთლიან პასუხისმგებლობას ვიღებ, რა თქმა უნდა, ჩემს თავზე და ამის გამეორება, რა თქმა უნდა, რეკომენდირებული არ არის. აი, ეხლა შევდივართ საკმაოდ დიდ ოუ! მიშა რა სიტყვი? ხო მაგარია. აუ, საღოლ, ძალიან მაგარია და ეხლა Camry-ზე რო გადავჯდებით, მაინტერესებს Camry-ის შემთხვევაში როგორი იქნება ეს შეგრძნებები. აქვე ვიტყვი, მოდი წვაზეც. მიშა გადავარდი. მე მგონი ჩაფხუტი მიშასთვის უნდა გამეკეთებინე, იმიტომ რომ ეხლა უკანზის, უკანახედით იღებს იმას და ეგ კადრები გამოგვადგება. ნუ ხო, ხედი თუ არ გიკეთია, ცოტა რთული იქნება, რა თქმა უნდა, ეს მოსახოვებში თავის შეკავება, მაგრამ მაინც გაიკეთე, რა იცი რა ხდება. ეს მანქანა, როგორც გითხარით, არის 2.0 ჰიბრიდი. და წვა რა თქმა უნდა აქვს არაჩვეულებრივი ქალაქში წვავს დაახლოებით 5.5 აი ესე სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ძრავებში და ასევე ის თუნდა აღინიშნოს რომ ფუნქცია აქვს აი აქ საიდანაც გადართავ და მონიშნული გექნება რომ იაროს უფრო მეტად ელექტროობაზე. უფრო მეტად გამოიყენოს ჰიბრიდული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწვას გაცილებით უფრო ნაკლებს აწვავს. რა თქმა უნდა, ეხლა აჩქარება და სიჩქარე ისეთი ვერ გექნებათ, როგორიც ეს უნდა გქონდეთ. ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგრამ თუ გინდათ ეკონომია გააკეთოთ და თუ მაგალითად ძალიან გაჭირვებული ხართ ეხლა საწვავში და უახლოესი ბენზინგასამართი სადგური საკმაოდ შორს არის, ამ შემთხვევაში ნამდვილად არაჩვეულებრივი ფუნქცია. ეხლა მე რაც მინდა რომ ვცადო
კაი, მოსახვევში კარგად დგას, მაინტერესებს რეაქცია. იმიტომ რომ ეს თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა ორივე შემთხვევაში, უნდა გამომეცადა რეაქცია, უცბად რომ დაადგავ, რამდენად კარგად მიდის. დრაგზე რომ დავაყენეთ, ნახეთ რომ ეს სტარტზე ბევრად უფრო სწრაფი იყო, უფრო სწრაფად რეაგირებდა და თავიდან უფრო სწრაფად მიდიოდა, მერე უტოლდებოდნენ ერთმანეთს და მერე თითქმის ერთნაირად შედიოდნენ ფინიშის ხაზზე და ეხლა მე მინდა რომ ეს მე თვითონაც გამოცადო და ჩემი გადმოსახედიდან გითხრათ, რამდენად კარგია, იმიტომ რომ ყოფილა რა თქმა უნდა შემთხვევა და თქვენც გექნებოდათ, როდესაც აი რომ ჩაადგავ მანქანას და თავიდან რომ ფიქრობს და მე რომ გაახსენდება რომ გაიღვიძოს და წავიდეს, აი ეს შემთხვევა და ჩემთვის საკმაოდ შემაწუხებელია ხოლმე მით უმეტეს თუ ეგრეთ წოდებულ აბგონზე გინდა გასვლა და გინდა რომ სწრაფი რეაქცია ჰქონდეს მანქანას. მოდი ახლა ეს დავტესტოთ. ვა, სათხარ მიშა. 1 2 და 3. ო, ნორმალური. რამდენადაც შეიძლება იყოს 2-დან 0 ჰიბრიდის რეაქცია, აი დაახლოებით ეგეთი იყო. ეხლა კემრისაც რო გამოვუცდით, აი ნახოთ შევადაროთ და ფაქტობრივად აი ეს ვიდეოც ხო ამ ორი ავტომობილის შედარებას ემსახურება და გავიგებთ რომელს უფრო კარგი რეაქცია აქვს ჩემი თვალით დანახული. გარედან დანახული კი ვნახეთ. ეხლა წავედით და გამოვცადოთ როგორია კემრი მართვაში. ამასაც ანალოგიურად აქვს ელექტრომოუდი, რომელზეც რო ჩართა უფრო ეკონომიურად არის. ეხლა ჩვეულებრივად ნორმალი თვლით, იმიტომ რომ სპორტში რომ გადართავ, აქაც სიჩქარები ხელით შეგიძლია შეუცვალოთ, მაგრამ ეს მიხოლ გზაზე არა, უფრო სწორ გზაზე უფრო ადეკვატური იქნება რომ გამოვიყენოთ. ეხლა ამაზეც მინდა რომ ანალოგიურად გამოვცადოთ. ხმა, ძრავის ხმა აქ უფრო ცოტათი უფრო მეტად შემოდის, ვიდრე აკორდის შემთხვევაში იყო და ალბათ ესეც იყო აკორდის ხმის იზოლაციის ფუნქცია, რომ ამას არ გვაგრძნობია, თორე მის ძრავსაც იგივენაირად ექნებოდა ხმა, იმიტომ რომ ისიც ჰიბრიდია და იქაც ანალოგიურად ძრავი ღმუის ხომ რაღაცა სპეციალურად ჩაწერილი ხმა მქონია, რომ რაღაც ხმა გამოსცეს. კაი, აბა ვნახოთ ახლა მოსახვევში. მიშა მოეჭიდე? კი, ქარის ხმაც აი სწრაფად რომ მივდივართ, ქარის ხმაც უფრო მეტად შემოდის. ახლა წეღან ვთქვი ის, რომ ალბათ ქალაქში და ავტობანზე უფრო კარგად გავიგებთ ხო, მაგრამ ახლა მანქანაში რომ ჩავჯექი, მივხვდი განსხვავებას. სწრაფად რომ ეხლა მივდივარ ძალიან დაბალი სიჩქარით, რამე 80-ით მივდივართ რა და ძალიან შემოდი. კაი, მოსახვევში შევდივარ, მიშ მოეხსნა. მოსახვევში ცოტათი რაღაცა გამკენწლა რაღაც მე მეგონა ვეღარ ვუხვევდი. ხო, ცოტა ის კორექცია დამჭირდა, როდესაც იქ რო ერთი მოვუხვიე, აღარ გამისწორებია მანქანა, არც მუხრუჭისთვის ფეხის დაჭერა მომდომებია. არა, ამის მოხვევის დროს ცოტა ნაკლებად თავდაჯერებული ვარ და უფრო დაძაბული ვარ, ვიდრე აკორდის შემთხვევაში ვიყავი. აი ვერ ვიტყვი რაღაც ძალიან ცუდად შედის მოსახვევში, მაგრამ აი უფრო კაია კიდე ერთი მოსახვევი მომდის, მაგრამ უკვე მეჭინია იმ წეღანი. აუ, არა. ამის მოსახვევმა ცოტა შემაშინა, რაღაც ისე წაგვიღო ეხლა, რომ მე მეგონა ბალახებში გადავიდოდით. რაც გულწრფელად რო ვთქვა, აკორდზე ეგ მომენტი არ მქონია. იმდენად თავდაჯერებულად შევიდა აკორდი მოსახვევში, რომ აი ხო იცი ოდნავ გული გაკენტლა. ეგ მომენტიც კი არ მქონია, პირიქით რაღაცა იმედიანად შევედი, არც მუხრუჭისკენ წამიღია ფეხი, ზოგადად მოსახვევში მუხრუჭისედაც არ უნდა დააჭირო, მაგრამ ინსტინქტურად გემართება, როდესაც ხედავ, რომ რაღაცა მთლად კარგად ვერ მიდის საქმე რა და აი აქ დაახლოებით ეგ მომენტი მქონდა. ხო. ალბათ ესეც ცოტა ექსტრემალური მოსახვევებისთვის დიდად გათვლილი არ არის ეს ავტომობილი. ზოგადად ორივე ავტომობილი ხო ბიზნეს კლასად ითვლება. და ესეთ პირობებში არც არავინ არ ცდის, მაგრამ ეხლა როდესაც მანქანა გყავს და რა ვიცი, მიდიხარ სადღაც, ხან ესეთ პირობებში გიწევს სირული, ხან ისეთ პირობებში გიწევს. ეხლა ოფროუდზე ამითი არ ვარ წასულები, რომ მთლად შეუსაბამო გარემოში გქონდეს გამოცდილი, მაგრამ რაღაცა ძალიან შემაშინა მოსახვევებში. ხო, იმის პირველად კარგად ეჭირა თავი. ეხლა გამოვცადოთ ის, რაც გამოვცადეთ აკორდზეც, რეაქციის დრო. იმიტომ რომ როგორც დრაგზე ვნახეთ, ეს რეაქციას ცოტათი აგვიანებდა. და ახლა ნახოთ რა იქნება ჩემი გადმოსახედიდან. მეც გამოვცდი და გეტყვით. გარედან რაც ჩანდა, ეხლა ნახოთ შეგრძნების დონეზე როგორია. დავტრიალდეთ. 1 2 3
ხო. ცოტა აგვიანებს. აი რო ჩაადგა. ცოტა ხანი ძალიან ბევრი ხანი არა, მაგრამ რამდენიმე წამი ფიქრობს და აი მე ახსენდება რომ უნდა წავიდეს. სხვათა შორის სხვა ქემრიზე გამოცდილი მაქვს რომ ბევრად უფრო დიდი ხანი უნდება ხოლმე რეაქციას. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ მოდელს და ამ მანქანას ეხა ეგეთი ძალიან დაგვიანებული რეაქცია არ ქონია, მაგრამ აკორდთან შედარებით ცოტათი გვიან რეაგირებს და იმიტომაც იყო ზუსტად რომ ხო სტარტზე აკორდი უფრო სწრაფად გადიოდა, მე სადღაც თანაბრდებოდნენ და აი ოდნავი უპირატესობით შედიოდა აკორდი რა. წვა აქვს ამ ავტომობილს ფაქტობრივად ანალოგიური რაც აკორდს. დაახლოებით 5 ლიტრის ფარგლებში მერყეობს ორივე, ამიტომ ამ ორ ავტომობილს შორის არჩევანს მაგითი ფაქტობრივად ვერ გააკეთებთ ეკონომიურობის თვალსაზრისით საწვავის ნაწილში, რომელი უფრო ეკონომიურია, მაგით მიიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთ და იგივე ძრავი აქვს, ორივე ჰიბრიდული სისტემაა და ხო, რა, ერთ და იგივეა. 5.5 4 გააჩნია მძღოლს როგორ ივლის და ზოგადად რა პირობებში დადის და რა სიტუაცია საცობებია, არ არის თავისუფალი გზა თუ ასე შემდეგ. მოკლედ, აბა თქვენ რა სიტყოდით ახლა აი ამ შედარებების საფუძველზე, რომელი ავტომობილი ჯობია? Honda Accord თუ Toyota Camry? ყველაზე მეტად რაზეც აქვთ ჩაჭერილი, ასე ვთქვათ, Honda Accord-ის მოწინააღმდეგებს ეს არის გამძლეობის ნაწილი. და აქ წინა ვიდეოში ვახსენეთ და ეხლაც კიდევ ერთხელ განმეორდებით, რომ Honda Accord-ის მფლობელი ყველა აბსოლუტურად იმას ამბობს, რომ ძალიან გამძლე ავტომობილია და საერთოდ არ აწვალებთ სერვისით. ერთადერთი აქ არის მხოლოდ ის განსხვავება, რომ Toyota Camry-ის ნაწილები არის ძალიან ბევრი ბაზარზე, იმიტომ რომ ბევრი ავტომობილია და Honda Accord-ის ნაწილები შევნა ცოტათი ჭირს და რადგან ცოტა არის, შესაბამისად ცოტათი ძვირი ფასიც ადევს, მაგრამ ეს არის ჩვეული მოთხოვნა მიწოდება, როდესაც იარსებებს ბევრი მანქანა, იარსებებს ბევრი დაშლილები, შესაბამისად ფასი დაარეგულირებს ბაზარი და აღარ იქნება ძვირი. აი, ჩემი მეორე სერიის შემთხვევაში, მე რომ მეორე სერია ჩამოვიყვანე, იმდენად ცოტა დადიოდა საქართველოში და თბილისში, მით უმეტეს რომ მისი დაშლები ფაქტობრივად არ არსებობდა, ერთადერთი ადამიანი ვიპოვე ისანში, რომელსაც ჰქონდა მეორე სერიის დაშლები და რა თქმა უნდა ყველაფერი ღირდა ჩვეულებრივ, მაგალითად F30-ზე გაცილებით ძვირი, მაგრამ დღეს რა ხდება? ძალიან ბევრი მეორე სერია დადის და უამრავი დაშლილებია ეხლა და რა თქმა უნდა დარწმუნებული რომ ისეთი ძვირიც აღარ ღირს, არ ვიცი, მინაწილები აღარ დამჭირებია მეორე სერიაზე და ვერ გეტყვით რა ღირს საბედნიეროდ. ხო, და ასეა. ჩამოიყვანეთ ბევრი Honda Accord-ი, გაუწევთ ღირსეული კონკურენცია Toyota Camry-ის რაოდენობის ნაწილში და მე ნახავთ როგორ მომრავლდება Honda Accord-ის დაშლილებით და როგორი იაფი იქნება მისი ნაწილების. მე უკვე მართლა ძალიან რთული იქნება იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელი უნდა ავირჩიოთ Toyota Camry თუ Honda Accord. ამ ვიდეოში ჩვენ ნახეთ როგორია სალონი, უკანა სავარძელი, მძღოლის სავარძელი, როგორია მართვაში, რომელი უფრო სწრაფია, რომელს უფრო კარგი სტარტი აქვს და ასე შემდეგ. და აი ახლა მიგისვამთ კითხვას და ამით დავასრულოთ მოდი ვიდეო. თქვენ რომელს აირჩევდით? Honda Accord თუ Toyota Camry-ს? დაწერეთ კომენტარებში. აბა დროებით.